მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. დღეს წაგიკითხავთ არქიმანდრიტი ლაზარეს თქმულ სიტყვას ნარკომანიის შესახებ. ამ საკითხავის საკითხვა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მომავალი თაობა სამწუხაროდ იღუპება. სადაც გაიხედავ ყველგან ტრიალებს ნარკოტიკი. ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ვერ წარმოვიდგენდით და ამიტომ აი პატარა საკითხავს წაგიკითხავთ, რომელიც დააგვენახებს რაოდენ საშინელია ეს ცოდვა. ჩვენ მძიმე დროში კიდევ ერთი გზა გაიხსნა ჯოჯოხეთისაკენ. ნარკომანია. ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რა შედეგები მოსდევს ამ ავადმყოფობას ფსიქიკური, ზნეობრივი თუ ფიზიკური არსებობისათვის. დღეს ეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი. მაგრამ როგორ უნდა შევხედოთ მას ქრისტიანობის პოზიციიდან. ჯერ ერთი ნარკომანია ძალიან ახლოსაა საზარელ ცოდვასთან, თვითმკვლელობასთან, ასევე ჯადოქრობასთან, შავ მაგიასთან, სპირიტიზმთან, ანუ ყველაფერთან, რასაც მიღმურ სამყაროთან, ბნელების სულებთან აქვს კავშირი. ჯადოქრების მთელი თაობები ამგვარ ბანკს იმისთვის ხმარობდნენ, რომ თავიანთ ღმერთებთან, ანუ ეშმაკებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობა შეძლებოდათ. თავისთავად ადამიანის სურვილი დალიოს ან გაიკეთოს რაღაც, რაც ძლიერ, უცნაურ, გამოუთქმელ მდგომარეობას განაცდევინებს და უცნობ იდუმალ ქვეყანას დაანახვებს, არის დაცემულ სულთა გამოხმობა. კაცი მზად არის თავისი გრძნობები, მთლიანად სული მათ დაუმონოს, ოღონდ კი რაღაც საინტერესო, უჩვეულო სასიამოვნო გამოსადოს. ჩვენ ქრისტიანებმა ვიცით, თუ რა განუწყვეტლივ ცდილობენ ეშმაკები გვაცდუნონ. მიგვიზიდონ ტკბილი ტყუილით, როგორ გვთავაზობენ შხამიან ნაყოფს ნუგბარის სახით. ყოველ ჩვენს კეთილ წამოწყებას ცრუ სიკეთედ ქცევას უქადიან. მთელ თავიანთ მზაკრობას, თავიანთ ბადეებსა და ხაფანგებს ისინი მშვენიერ მომხიბლავ საფარულში ხვევენ. ამიტომაც ვუყურებ ჩვენ ამ ტკბილ, საამო, ნეტარ მდგომარეობებს შეუმოწმებლად არ ვღებულობთ. არავითარ გამოცხადებებს, ხილვებს, ჩვენებებს, განათებებსა და სხვა უჩვეულო მოვლენებს. ჩვენ არც უეცარ ძლიერ გრძნობებს ვუჯერებთ. სინანულისა და ლოცვის დროს რომ გვაკითხავენ და არც ერთბაშად გაჩენილ მხურვალე მოშურნეობას, რადგან ვიცით ეშმაკს სიოლად შეუძლია გვაცდუნოს. ამიტომაც ვფრთხილობთ. აქ დაუშვებელია, აქ დაშვებულმა შეცდომამ ვაით უმძიმეს შედეგამდე, სულის წარწმენდამდე მიგვიყვანოს. და აი ასეთი სიფრთხილის მიუხედავად, ეშმაკი ხშირად გვჯობნის და გვაცდუნებს. მაშ რაღა ითქმის მათზე, ვინც თვითონ ეძებს და ეძახის სწორედ ასე ძლიერ მკვეთრ საამო გრძნობებს, ახალ-ახალი უჩვეულ განცდებს, ჩვენებებსა და გამოცხადებებს. ასეთი ადამიანი მალე ბოროტ სულთა სრულმფლობელობაში გადადის და სულით ხორცამდე მათი მონახდება. ეშმაკი მას სანამ შეიქცევს, ვიდრე სრულიად ჩაეფლებოდეს ნარკომანიის ჭაობში და დამოუკიდებელი პიროვნებიდან ნარკოტიკის დანამატად აქციოს. ამიერიდან
მის ცხოვრებას ერთადერთი მიზანი აქვს. როგორ მეკვიდლევ აღმოჩნდეს იმ სამეფოში, რომლის კარსაც ნარკოტიკი აღებს და ვარდისფერი ნისლით მოცულ არსებულ სამყაროში ცხოვრობს. მაგრამ საბრალოს დემონები მალე ამ ნუგეშად სტაცებენ. ნარკოტიკის მიღების სურვილი მატულობს, დოზები იზრდება, უიმისოდ არსებობა ძნელდება. საამო შეგრძნებები კი პირვანდელ ხიბს კარგავენ. ქრებიან და ვარდისფერი ნისლის მიღმა თანდათან ჩდება ეშმაკის მახინჯი საშინელი სახე. მაშინ კი უკვე უხეშად დაცინის თავის მსხვერპლს. აღარ ეფერება და ეპირფერება. პირიქით უმოწყალო თელავს და ხშირად თვითმკვლელობასაც ჩააგონებს. ეშმაკის საბოლოო მიზანი ცხომსორედისა სამუდამო დაიმონოს სული. თვითმკვლელობა ყველაზე შხამიანი კერძია იმათ შორის, რასაც ეშმაკი თავის რჩეულებს სთავაზობს. და მაინც საიდან იწყება ნარკომანია? დღეს, როდესაც ყოველი ახალგაზრდა ბავშვობიდანვე ეზიარება მრავალ მძიმე ცოდვას. როდესაც ყველგან ქრისტეს უარყოფას აწყდება. როდესაც ასე შორსაა ეკლესიისაგან, უთუოდ უდგება მძიმე შინაგანი კრიზისი. სულის თითქოს ლოდივით აწვდება შეუნანებელი ცოდვები. მაგრამ სარწმუნოება და რელიგიური ცოდნა არ ყოფნის იმისათვის, რომ ღმერთს სთხოვოს შველა. ლოცვასა და სინანულში ეძებოს შემსუბუქება, განკურნება და განთავისუფლება. შინაგანი დისკომფორტის მუდმივი გაცდა მას აიძულებს ეძიოს რაიმე მსუბუქი საშუალება ამ სიმძიმისაგან თავის დასახსნელად. მოიშოროს თავიდან მახრჩობელა ძაფები, ანუ შეუნანებელი ცოდვები. გაექცეს მომქანცავ სინდისის ქენჯნას. იპოვოს რაღაც ილუზორული, ფანტასტიკური სამყარო, სადაც არც აზრუნავი არსებობს და არც აწუხარი. მაგრამ ჩვენ ქრისტიანებმა ვიცით, რომელი ქვეყანაა სულისთვის ჭეშმარიტად სანუკვარი და იგი სავსებით რეალურია, ბევრად უფრო რეალური, ვიდრე ეს ხილული სამყარო. განუსვენე სულსა ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არაა სალმობა მწუხარება და სულთქმა. ასე აღწერილი ეს ადგილი მღვდლის მიერ შესვენებულთათვის ლოცვაში. ესაა სასუფეველი, რომლის მახარებლადაც მოგვევლინა მიწაზე უფალი იესო ქრისტე და რომელიც განცხადდება მისი მეორე მოსვლის ჟამს, როდესაც უფალი მოვა განჯად ყოველთა ცოცხალთა და მკვდართა. ჩვენ სწორედ ამ საუკუნო სასუფევლის დამკვიდრების იმედი გვაქვს და მისთვის ვემდადებით. წარმავალ წუთის სოფელში კი ყოველი ჭირი და მწუხარება მისთვის უნდა დავითმინოთ. ისიც ხომ ვიცით, რომ იქ მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც ამ ბიციერ წუთის სოფელში შეურყვნელად გამოატარა თავისი სული. ვინ მტკიცედ უარყო ეშმაკის ყველა ხერხი და წინადადება. ისე რომ არც მხნეობას უღალატნია, არც საკუთარი თავის სიბრალული უძლევია. ვინც ყოველი დაცვით იცავდა მთავარს, თავის გულს, ეძებდა მხოლოდ სიმართლეს, ჭეშმარიტ, მარადიულ ღმერთს, ვისაც სიყალბე ჭეშმარიტებად არ მიუღია და მარადიული ნეტარება ოსპის შეჭამანში არ გაუცვლია, როგორც ესავმა გაუცვალა თავისი პირშოობა ძმა იაკობს. ნარკომანი კი ყიდის თავის სულს, თვით მარადისობას ოცნების სასახლეზე, ვარდისფერ ნისლზე. მას უკვე უჭირს დაბრუნება ფანტასტიკური სამყაროდან, მისი სიმშვიდიდან აქ მიწაზე, სადაც მუდმივი ბრძოლაა, ბრძოლა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის. განზე დგომა ურჩევნია, ომის დროს ბუჩქებში დამალვას და დაძინებას ლამობს.
რათა ვერც ვერაფერი დაინახოს და ვერც ვერაფერი გაიგონოს. მაგრამ სული ცხონებისათვის ბრძოლაა საჭირო. ამ ბრძოლას ვერსად გავექცევით და რაც უფრო ადრე გამოერკვევა კაცი დაბანგული მდგომარეობიდან, რაც უფრო ადრე ჩამოიბერტყავს ჰიპნოზის ჯადოსნურ ხიბს, მით უფრო ადრე შეძლებს ჭეშმარიტებისაკენ, უფლისაკენ მოქცევას. ამ დემონურ ტყვეობაში მოხვედრილი კაცის მდგომარეობა თავისი სიბნელით, სინათლის წყაროსაგან მოშორებით იონა წინასწარმეტყველის მდგომარეობას გავს. კაცი თითქოს ცოცხალ მკვდარია. ხორცითი მთელია, მაგრამ სული უკვე იმ ქვეყანადაა. თითქოს ნაწილობრივ ჯოჯოხეთში, ეშმაკებს შორისაა. ნარკოტიკებს დამონებული კაცი საბრალო ბუს გავს. ობობას ქსელში გამულს. საცა ობობა მოვა და სისხლს გამოწობს. რაც შეიძლება მტკიცეთ და მოვკიდოთ ხელი ამ სნეულების განკურნებას. აი ესეთი არის მოკლედ ეკლესიის სწავლება აი ამ საშინელ სენთან დაკავშირებით. ანუ მოკლედ რომ შევაჯამოთ რა გამოდის რომ რადგან ეს უღრთოვება გამრავლდა, რადგან ბავშვებს მომავალ თაობას დაავიწყეს ღმერთი, ეკლესია, აღსარება, ზიარება და ეკლესიური ცხოვრება, რაღაც შეცდომები რომ მოდის ამ უღრთო გარემოში, სინდისი აწუხებს. ეუნება ეს რატო გააკეთე, ეს რატო გააკეთე, ეს რატო გააკეთე. არ იცის რომ უნდა მოვიდეს აქ. უნდა მივიდეს ღმერთთან. თქვას აღსარება, ოღონდ გულწრფელი აღსარება. დაიწყო სოდვასთან ბრძოლა და იპოვის შვებას და ცოდვების მიტევებას. ეს რო არ იცის, ეძებს სინდისის მიყუჩებას. რაღაც საშუალებით, რომელიც დროებით ამ საფიქრალს გაუხრობს. ერთხელ მიიღო ეს, ორჯერ მიიღო, სამჯერ მიიღო და უკვე ეჩვევა. ნახეთ როგორ ამბობს მამა ლაზარე რომ ეშმაკი რო დაინახავს რომ კაცი ნარკოტიკს მიეჩვია უკვე დამოკიდებული გახდა მასზე მერე ამასაც ართმევს აი მწუთიერ სიამოვნებას დოზები გაიზარდა ნარკოტიკის გარეშე ვეღარ ძლებს და ცუდად არის მერე ხედავს ეშმაკის ნამდვილ სახეს მაგრამ ძალიან უჭირს გამოსვლა როგორ იყო ნახეთ დათქვამი ადამიანს ეშმაკი აქცევს ნარკოტიკის დანამატად ადამიანი კი აღარ არის ნარკოტიკის დანამატია იმის გარეშე აღარ შეუძლია აი ესეთ მდგომარეობაში რო არის კაცი არ უნდა დაკარგოს იმედი გადარჩენის უნდა მოვიდეს ეკლესიაში რაც შეიძლება მალე და დაიწყოს ცოდვასთან ბრძოლა აღეთ როგორ იყო ნათქვამი ცათა სასუფეველს სადაც არის ნეტარება არ არის ჭირი ურვა მწუხარება ამას ვლის დროებით ბრჭყალებში ნეტარებაზე მაგრამ ბოლო ამისი არის ჯოჯოხეთი როგორი შედარება იყო პირშოობა ესავმა გაცვალა ოსპის შეჭამანში ერთ საჭმელში გაუცვალა თავის მას პირშოობა ერთ გაკეთებაში ცვლის ადამიანი ცათა სასუფეველს ჩვენ ეკლესიამ უნდა უთხრათ ადამიანებს რომ ნარკომანიის ბოლო არის ჯოჯოხეთში თუ კაცი არ შეინანებს თუ კაცი არ გამოვა მდგომარეობიდან დაცემულ სულებთან მუდმივ კავშირში ყოფი გარდაცვალების შემდეგაც აღმოჩნდება ბოროტ სულებთან ეკლესიის გარდა სახელმწიფო კიდე უნდა ზრუნავდეს რომ რაც შეიძლება მიუსტომელი იყოს კაცისთვის ასეთი საშუალებები უნდა იყოს სიმკაცრე შეიძლება ვიღაცას ეთკინოს ამ სიმკაცრის გამო მაგრამ მთლიანობაში ეს გასაკეთებელია
შეიძლება ვიღაცამ ეს კანონის ბოროტად გამოიყენოს. ისეთი კაციც უნდა დაისაჯოს, ვინც ჩაუგდებს, რომ მერე ეს ადამიანი მოიშორონ ან ციხეში გამომწვდიონ. ამასაც უნდა აქცევდეს ყურადღებას ხელისუფალი. და ახლა როგორი თქვა, მყიცე ხელია საჭირო. ადამიანმა მთელი გულით უნდა მოინდომოს ნარკოტიკის გადაგდება. თუ არ მოინდომა, ვერ შეძლებს. ჩვენ იმიტომ ხედავთ, რომ იშვიათია ესეთი ადამიანები, მაგრამ მადლობა ღმერთს არიან. იმედი არავინ არ უნდა დაკარგოს გადარჩენის, ყველამ უნდა შეეცოდოს, ოღონდ უნდა იცოდეს, რომ მაგრა უნდა იბრძოლოს. საკუთარ თავს უნდა აუმხედრდეს. საკუთარ თავს ომი უნდა გამოუცხადოს, საკუთარ სურვილებს რომ დაძლიოს ეს სენი. ეს არ არის პატარა სნეულება. აღედ როგორი თქვა, უკვე წამლას დამოკიდებული კაცი არის ნარკოტიკის დანამატი. პიროვნებამ დაკარგა თავის თავი. როგორი შედარება ობობას გზავს. უბრალოდ ბუს ობობის სილში გაება და ნახეშია. როცა მოშივდება ობობას გამოვა და გამოწოს ყველაფერს და დაღუპავს ამ ადამიანს. ესე არ არის. ამას არ ხედავთ, რა ხდება ნარკომანების ოჯახში. გამოწოვენ თუ კი რამე სიმდიდრე აქვს ოჯახს, გააუბედურებენ ყველა ახლობელს და ბოლოს თვითონაც უბედურდებიან. ამიტომ ყველამ უნდა შევეცადოთ, რომ ამას ვებრძოლოთ. ვინმე თუ ყავს ასეთი გვერდზე მდგომი, არ უნდა ჩავიქნოთ ხელი ამას არაფერი ეშველება, ესე არ უნდა გავაკეთოთ. აი ლიბერალები რო აკეთებენ, ესე არ უნდა მოვიქცეთ. ამარაგებენ მეტადონით, რომ ყოველ დილი დალიოს, ოღონდ წნარად იყოს. ამის ბოლოს ჯოჯოხეთია. კაცი მთელი ცხოვრება გაბრუებული იყო, მთელი ცხოვრება ეშმაკთან იყო და რო გარდაიცვალება, სად იქნება? არც ეს არ არის სწორი. რომ კაცი უბრალოდ წნარად იყოს, ამიტომ ჩვენ წამლით მომამარაგოთ. უნდა გადავაჩიოთ ამ სენს. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ ამისთვის. არავის არ უხარია ადამიანის ციხეში ჯდომა. ადამიანის საპრობილეში ყოფა, ეს საშინელი მდგომარეობა, კაცოცა თავისუფლება აღწართმეული და საპრობილეშია. მაგრამ ხანდახან აი მის გარდა ვერც ერთი წამალი ვერ შველის. აი რამდენი ადამიანი ვიცით, რომ გადარჩა იმითი, რომ წამალზე დამოკიდებული იყო, დაიჭირეს და ციხეში გამოფხიზდა. და რომ მიხვდა რა დონეზე იყო დაცემული და როგორ იღუპებოდა, გახედვა აღარ უნდა ნარკოტიკისკენ. თუმცა ზოგი არც ამას გამოიყენებს. ეს უკვე იმ ადამიანის არჩევანია, ვინც ერთი საშუალება შესთავაზა ღმერთმა, მეორე საშუალება, მესამე არაფერი გამოიყენა. ის პასუხს მერე თვითონ აგებს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი გამოსწორებული. ბევრ ოჯახში შიმშვიდე დაბრუნებულა, რომ 1-2 წელი მოუწია კაცს განშორება ოჯახთან. არ არის კარგი, კიდევ ვიმეორებ, მაგრამ ხანდახან სხვა გამოსავალი არ არის ხოლმე. ღმერთი ხანდახან ჩვენ მოსაქცევად ნახე რას აკეთებს ხოლმე. უკურნებელ სელს დამართებს ხოლმე ადამიანს. როიცის კაცმა რომ რამდენიმე თვეში უნდა გარდაიცვალოს, ახსენდება არადისობა, ახსენდება ღმერთი, იწყებს სინანულს. ამას ღმერთი იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ჩვენი წამება უნდა, არამედ რომ გამოაფხიზლოს კაცი. სოქს ეშირდება, სოქს კიდე სხვა განსაცდელი ჭირდება და ამიტომ თუ რამეს ღმერთი დაუშვებს, უნდა კაცი თავდაბლად დახვდეს ამ განსაცდელს და თვით შეწევნით შეეცადოს, რომ გაიაროს. ღმერთმა ინებოს, რომ ეს საშინელი სენი, რომელიც მოდებული არის. 14-15 წლის ბავშვები უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები. გოგოების და ბიჭებიც. ადრე მარტო ბიჭები ეტარებოდნენ და ეხლა ესე აღარ არის. ამას მკაცრი ხელი ჭირდება და ღმერთმა მოგვცეს იმის საშუალება, იმისი უნარი, რომ აი სენისაგან ჩვენი მომავალი თაობა განკურნოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.